სენსორების საინფორმაციო ველი, Sensor Information Box-ი, აჩვენებს გემის კურსის, სიგნალს, რომელიც ჩვეულებრივ მოდის ჯაირო კომპასიდან. თუ EGDC ვერ იღებს ჯაიროს სიგნალს, შესაძლებელია კურსის მნიშვნელობის ხელით შეყვანა. ასეთ შემთხვევაში ეკრანზე კურსის მარჯვნივ გამოჩნდება წარწერა MAN, რაც მიუთითებს, რომ გამოყენებულია ხელით შეყვანილი მონაცემი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მაღალი გეოგრაფიული განედებისას, კერძოდ 85 გრადუსზე ზემოთ, ჯაირო კომპასის მონაცემები აღარ გამოიყენება და კურსის გამოსათვლელად თავად EGDC-ის შიდა ფილტრი მუშაობს. სიჩქარის ინფორმაცია, როგორც წესი, მიიღება ორბრუნიანი ლოგისგან, Dual Axis ლოგი. თუმცა სიჩქარის სიგნალი შეიძლება მოვიდეს GPS-იდან, ან მოხდეს მისი ხელით შეყვანა. ტრანსვერსალური სიჩქარის მიმართულება, ანუ გემის გვერდითი გადაადგილება, რომელიც ნაჩვენებია წინსვლის სიჩქარის ქვედა ნაწილში პატარა ასოებით, გამოისახება ისრებით, მარცხენა ბორტისკენ ან მარჯვენა ბორტისკენ მოძრაობის გასაჩენად. თუ სიჩქარის წყაროდ გამოიყენება ლოგი, მაშინ EGDC-ის ეკრანზე გამოჩნდება წარწერები WT ან BT, რაც ნიშნავს შესაბამისად Water Track, მოძრაობა წყლის მიმართ და Bottom Track, სიჩქარე ფსკერის მიმართ, ანუ საზომი იღებს ინფორმაციას ზღვის ფსკერისგან და აჩვენებს რეალურ მოძრაობას მიწასთან შედარებით. მიწის მიმართ კურსი Course over Ground და მიწის მიმართ სიჩქარე Speed over Ground ჩვეულებრივ მიიღება GPS-იდან. ალტერნატივად, ოფიცერს შეუძლია აირჩიოს, რომ Course over Ground და Speed over Ground მონაცემების წყაროდ გამოყენებულ იქნას ლოგის მონაცემებით Bottom Track რეჟიმში, როცა სიჩქარე და კურსი განისაზღვრება ფსკერის მიმართ. EGDC-ის პოზიციის წყარო ჩვეულებრივ არის GPS ან DGPS-ი. თუ პოზიციის სიგნალი სენსორებიდან აღარ არის ხელმისაწვდომი, სისტემა ავტომატურად გადადის Dead Reckoning რეჟიმში. ამ დროს EGDC-ის შიდა ფილტრი იყენებს სიჩქარისა და კურსის სენსორების მონაცემებს ახალი პოზიციის გამოსათვლელად. ბოლო ცნობილი GPS პოზიციის ან ბოლო ხელით შეყვანილი პოზიციის საფუძველზე. EGDC-ს შეუძლია მიიღოს სენსორების სიგნალი ლოკალური წყაროდან ან სისტემური წყაროდან. ლოკალური სენსორები პირდაპირ არის მიერთებული EGDC-ის სერიული კონექტორებით, ხოლო სისტემ სიგნალი მოდის ადგილობრივი ქსელის საშუალებით დაკავშირებული სენსორებიდან და სენსორის ადაპტერების გამოგენებით. EGDC აღჭურვილია პროგრამული ფილტრით, რომელიც ამოწმებს სენსორების სანდოობას. თუ ნავიგაციური მონაცემები, მაგალითად, Position ეკრანზე ნაჩვენებია მწვანედ, ხოლო სენსორის წყარო თეთრად, ეს ნიშნავს, რომ მონაცემები ფილტრის შემოწმებას წარმატებით გადის და სანდოა ნავიგაციისთვის. თუ ნავიგაციური მონაცემები, მაგალითად Course over Ground ან Speed over Ground, ნაჩვენებია სხვა ფერით და არა მწვანედ, ეს მიუთითებს დაბალ სანდოობაზე, საეჭვო მონაცემებზე ან ფილტრის შემოწმების ჩავარდნაზე. დეტალური ინფორმაცია ნავიგაციური მონაცემების ფერთა მნიშვნელობაზე მოცემულია ოპერატორის სახელმძღვანელო სექციაში. მონაცემების არ მიღებისას, მაგალითად, თუ გემის მიმართულება ეკრანზე ნაჩვენებია ფიფქის სიმბოლოთი, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სენსორის სიგნალი აღარ შემოდის და სისტემა მონაცემს ვერ იღებს. თუ სენსორის მონაცემი შეყვანილია ხელით, ეკრანზე ის გამოსახული იქნება ყვითელი ფერით, ხოლო ნავიგაციური მონაცემების ველში Navigation Data Indication გამოჩნდება წარწერა MAN, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია შეყვანილია ხელით ადამიანის მიერ. აღნიშნული წარწერა ნაჩვენებია თეთრი ფერით. გემის ფუნქციების ველი Own Ship Function Box-ი წარმოადგენს იმ ნაწილს, სადაც თავმოყრილია გემის ძირითადი პარამეტრები და ფუნქციური მაჩვენებლები, რომლებიც საჭიროა როგორც ნავიგაციისთვის, ასევე გემის უსაფრთხო მართვისათვის. გადანაცვლების ფუნქცია Offset Function გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა გემის პოზიციისა და რადარის გადაფარვის სწორად შეჯერება EGDC-თან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ რადარის ექოები რუკაზე ნაჩვენებ ობიექტების პოზიციებს არ ემთხვევა. მონაცემთა სისტემა და დასაბუთება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. ყველა ელექტრონული ნავიგაციური რუკა დამყარებულია სტანდარტულ მსოფლიო გეოდეზიურ სისტემაზე WGS-84. რუკის დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც მდებარეობს WGS-84-ის ან დატუმის გვერდით, აჩვენებს ელექტრონული ნავიგაციური რუკის ჩვენების სტატუსს. თუ ქვედა ნაწილში True Motion Reset დაგენება ჩართულია, ინფორმაცია ეხება გემის პოზიციას, ხოლო თუ იგი გამორთულია, ინფორმაცია ეხება კურსორის მდებარეობას. თუ ელექტრონული ნავიგაციური რუკის დამატებით ველში
ENC Info. არაფერია მითითებული. ეს იმას ნიშნავს, რომ გემის პოზიცია ამჟამად ნაჩვენებია ოფიციალურ ელექტრონულ ნავიგაციულ რუკაზე. თუ დამატებით ველში მითითებულია ENC Data Available, ანუ ელექტრონული რუკის მონაცემები ხელმისაწვდომია, ხოლო რასტერული ნავიგაციური რუკის ველში წერია RNC Data, ეს ნიშნავს, რომ კურსორის მდებარეობა ნაჩვენებია რასტერულ რუკაზე, თუმცა ამავე ადგილისთვის ელექტრონული ნავიგაციური რუკაც ხელმისაწვდომია. თუ ელექტრონული ნავიგაციური რუკის ველში წერია Non-ENC Data, ანუ არაოფიციალური მონაცემები, ეს ნიშნავს, რომ გემის პოზიცია ნაჩვენებია ვექტორულ რუკაზე, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ ელექტრონულ ნავიგაციულ რუკას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება არაოფიციალური რუკა, რომლის სანდოობაც ოფიციალურ რუკაზე დაბალია და მასზე დაყრდნობით ნავიგაციის წარმოება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. გადაფარვისა და ნავიგაციური ხელსაწყოების ველი გამოიყენება ნავიგაციასთან დაკავშირებული ფუნქციების დასაყენებლად. AIS და Radar Tracked Targets, პარალელური ინდექსის ხაზები და სხვა. თუ overlay NavTools ეკრანზე არ ჩანს, საკმარისია View Hide ღილაკზე დაჭერა ან ეკრანის მარჯვენა ქვედა მხარეს მდებარე მინიმიზირებული ჩანართის გახსნა. გადაფარვისა და ნავიგაციური ხელსაწყოების ველში არის სხვადასხვა გვერდები და ჩანართები, რომლებიც გამოიყენება ნავიგაციისას. გვერდის არჩევა შესაძლებელია ორი გზით: Page Selection Buttons-ზე ისრებზე დაჭერით, გვერდის ან ჩანართის სახელზე მარჯვენა ღილაკით დაჭერით და შესაბამისი მენიუდან არჩევით. დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში ნახავთ გადაფარვისა და ნავიგაციური ხელსაწყოების ველს, პარალელური ინდექსების ხაზების არჩევა და სხვადასხვა გვერდის მონიტორინგი. მოკლედ, EGDIS-ის ძირითადი ნავიგაციური პარამეტრების მართვის შესაძლებლობებს. მადლობა ყურადღებისათვის. თუ მოგცემთ EGDIS-ის შესახებ მსგავსი ვიდეოები, მაშინ კომენტარებში დაწერეთ. გააგრძელე. ეს ვიდეო კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და დამწყებ მეზღვაურებს.